თელავში რეაბილიტირებული ნომერ მეორე საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნეს. შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაუტარა. სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რელა სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ მიულოცეს. მათ ახალი შენობა მოსწავლეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ თელავში, სადაც ეხლახანს დასრულდა ნომერ მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, დავესწარით პირველკლასელების მიღების ღონისძიებას. აღნიშნული სკოლა სოფლიო ბანკის დაფინანსებით რეაბილიტირდა. ჯამში 37 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მათი დახმარებით, რომლიდანაც 5 უკვე დასრულების ეტაპზეა. ახალი სასწავლო წლის დაწყებას კახეთის რეგიონი განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით შეხვდა. დღეს ოფიციალურად გავხსენით თელავის მეორე საჯარო სკოლა, რომელიც 350 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. წელს ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, რომ თანამედროვე და კომფორტულ და რაც თავარია უსაფრთხო გარემოში მიიღონ განათლება. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა სკოლის მოსწავლეს საქართველოს მასშტაბით სასწავლო წლის დაწყება და განსაკუთრებით მინდა მიულოცო თელავში ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ამ სკოლაში, რომელიც რეაბილიტაციაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ვულოცავ მათ როგორც სასწავლო წლის დაწყებას, ასევე ახალ შენობაში სწავლის განახლებას. ჩვენთვის, ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ზოგადად მთავრობისთვის არის სასკოლო ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოწესრიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს შესაბამის პირობებში სწავლის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში ხვდებიან თელაველი ბავშვები მეორე საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს. მინდა მადლობა გადაუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს და მსოფლიო ბანკს, რომელიც მეშვეობითაც განხორციელდა აღნიშნული პროექტი და ჩვენ ბავშვებს ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში აქვთ აბსოლუტურად თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სწავლისთვის შექმნილი